სად შეიძლება არმატურის გადაბმა მონოლითურ ფილაში? მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის არმატურის გადაბმის არასწორი მდებარეობა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გადაბმა არ უნდა შესრულდეს იმ ზონებში, სადაც არმატურაში მაქსიმალური დაჭიმვის ძალები მოქმედებს. რაც შეეხება მონოლითურ ფილას, ქვედა არმატურისთვის გადაბმა არ კეთდება შუა მალში, რადგან სწორედ აქ წარმოიქმნება მაქსიმალური დადებითი მომენტი. ზედა არმატურისთვის გადაბმა არ კეთდება საყრდენებთან, კოლონებთან ან კედლებთან, რადგან ამ ადგილებში მაქსიმალური უარყოფითი მომენტია. სწორი პრაქტიკაა გადაბმის გადატანა იმ ზონებში, სადაც მომენტები და დაძაბულობები ნაკლებია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღერი ერთსა და იმავე კვანტში არ გადაიბას. გადაბმები უნდა განაწილდეს სხვადასხვა მონაკვეთში, რათა არ შეიქმნას სუსტი სექცია. არმატურის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სწორი განლაგება და გადაბმის ადგილი. ერთი არასწორი გადაბმა შეიძლება გახდეს ბზარებისა და კონსტრუქციული პრობლემების მიზეზი მომავალში. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი სამშენებლო კონსულტაცია, ასევე თქვენი ობიექტის სრული სამშენებლო კონტროლის სერვისი. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით.